სკანდალური ფოტოპროექტების ავტორი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ფოტოგრაფის ნამუშევარი საქართველოში. ერვინ ოლაფის ლეიდენის სერიამ პირველად დატოვა ქვეყანა. მსოფლიოში აღიარებული ფოტოგრაფის ექსპოზიცია ნიდერლანდების შემდეგ თბილისში გამოიფინა. თეატრალური პერფორმანსით შეიპატიჟეს დღეს საღამოს სტუმრები ეროვნულ გალერეაში. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი ერვინ ოლაფი საქართველოში პირველად გამოიფინა. მისმა ლეიდენის სერიამ კი ნიდერლანდები პირველად დატოვა. 9 ფოტო, რომელიც ერვინ ოლაფმა შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების ფერწერით შთაგონებულმა შექმნა, ნიდერლანდების ისტორიის ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს აღწერს. ეს პანელი დამპყრობლისაგან ლეიდენის გათავისუფლების პერიოდს და ასეც ეწოდება ლეიდენი ისტორიის ფურცლები. ამ ფოტოზე ოლაფმა ლეიდენის ალყის ყველაზე ტრაგიკული სცენა გამოსახა. ეს წმინდა პეტრეს ტაძარშია გადაღებული, სადაც გამეფებული იყო შიმშილი და ეპიდემია. ხალხი იხოცებოდა. ავტორს სურდა, რომ ტიპაჟები მოქალაქეებს შორის ეპოვა. კასტინგი 3 დღე გრძელდებოდა. მე რამდენიმეს ვიცნობ კიდეც, მაგალითად ამ ბატონ სვეტთან, ასევე ჭირის ექიმბაშებს. ყველა მათგანი ლეიდენელია. ლეიდენის მკვიდრთა თავგანწირვამ ქვეყნის დამოუკიდებლობა უზრუნველყო, რის გამოც მეფემ ქალაქის დასაჩუქრება გადაწყვიტა. მოქალაქეებს არჩევანი მისცა. ის ან სამუდამოდ გაათავისუფლებდა ლეიდენს გადასახადებისგან, ან უნივერსიტეტს აჩუქებდა. შუა საუკუნეების პატარა ევროპულმა ქალაქმა ეს უკანასკნელი აირჩია. ერვინ ოლაფმა კი ეს სერია სწორედ ლეიდენის უნივერსიტეტისა და მუზეუმ დე ლეკენჰალის დაკვეთით შექმნა. მასთან მუშაობისთვის რიგში დგანან, წლობით რიგში დგანან ძალიან ცნობილი სახეები, მსახიობები, ვარსკვლავები. ერვინ ოლაფი არის ძალიან ცნობილი კომერციული ფოტოგრაფი, მაგრამ და შემოქმედებითი კუთხით ავითარებს ოლაფი თავის თავს როგორც ფოტოხელოვანი და ერთ-ერთი ასეთი ფოტოსერია არის სწორედ ლეიდენი ისტორიის ფურცლები. ერვინ ოლაფი მსოფლიოში ცნობილია როგორც სკანდალური ფოტოპროექტების ავტორი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ფოტოგრაფი. 2008 წელს ქრისტის აუქციონზე მისი ნამუშევარი $45,000 გაიყიდა. მასთან თანამშრომლობის ფუფუნება Microsoft-ს, Levis, BMW-ს, Diesel-ს, Hennessy-ს, მხოლოდ ყველაზე ცნობილ ბრენდებს აქვს. ჩემი კარიერა დღიურის წარმოებას გავდა. თავიდან ბევრი სექსუალური ფოტო გადავიღე, იმიტომ რომ სექსის მეშინოდა. მოგვიანებით აგრესიული ფოტოების პერიოდი დაიწყო, როცა სამყაროზე გაბრაზებული ვიყავი და მისი შეცვლა მინდოდა. შეკვეთებზე მუშაობა დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში მეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთისგან სრულად კონტროლდებოდი, სულ თავისუფლებისკენ ვისწრაფოდი. მე გადავწყვიტე ჩემი სამყარო შემექმნა. რეალობის ნაცვლად ის ამესახა, რითაც მოცული ვიყავი. ჩემს ფოტოებში მე მხოლოდ ჩემს მნატრას ვნატრო. ერვინ ოლაფის პირველი გამოფენა ეროვნულ გალერეაში ფონდმა არტეკომ უზრუნველყო. ექსპოზიცია ამ ფონდის მიერ დაარსებული ფესტივალის იბერია 2013-ის ფარგლებში ეწყობა. ფონდი არტეკო უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა, როდესაც ჰააგაში ანსამბლ რუსთავის კონცერტს დავესწარი და მივხვდი, რომ ამას ალტერნატივა ვერ ექნებოდა. ამიტომ პირველად ჰოლანდიაში ქართული კულტურის ფესტივალი გავმართეთ. ერთმანეთის კულტურების ცოდნა ადამიანებს აახლოებს და სწორედ ამიტომ შემდეგ 2 წელს საქართველოში ნიდერლანდების კულტურის ფესტივალები მოვაწყეთ. პროექტს ლეიდენი ისტორიის ფურცლები მხარს უჭერს საქართველოს კულტურის სამინისტრო. ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში 19 იანვრამდე დარჩება.